მოგზაურობა ხშირად ნიშნავს ახალი ადგილების აღმოჩენას, თუმცა სულ უფრო რთულია ისეთი მიმართულებების პოვნა, რომლებიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს ავთენტურობას და მასობრივი ტურიზმისგან თავისუფალია. სწორედ ასეთ ადგილებზე ამახვილებს ყურადღებას ტურისტული პლატფორმა TripAdvisor, რომელმაც 2026 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე ტრენდული ტურისტული მიმართულებების სია გამოაქვეყნა. TripAdvisor-ის Traveler's Choice Awards ეფუძნება რეალური მოგზაურების შეფასებებს, მთელი წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას, შეფასებების რაოდენობას და ხარისხს. 2026 წლის ტრენდულ სიაში მოხვდნენ ისეთი ლოკაციები, რომლებიც ახლა იზენენ პოპულარობას. ჯერ არ არიან გადატვირთული ტურისტები და ამავდროულად სთავაზობენ ვიზიტორებს უნიკალურ გამოცდილებას. იქნება ეს ბუნება, კულტურა თუ კონკრეტულ წელს დაგეგმილი მნიშვნელოვანი მოვლენები. რეიტინგის პირველ ადგილზე პორტუგალიის კუნძული მადეირა მოხვდა. ატლანტის ოკეანეში მდებარე იზოლირებული ტერიტორია, რომელსაც სრულიად უნიკალური იდენტობა აქვს. კუნძული გამორჩეულია ველური ლანდშაფტებით, მთლიან რელიეფზე გაჭრილი ლაშქრობის მარშრუტებით, განსაკუთრებული მიკროკლიმატით, რომელიც მთელი წლის განმავლობაში სტაბილურ და თბილ ამინდს უზრუნველყოფს. მადეირა ხშირად ევროპის ჰავაიდაც მოიხსენიება და 2026 წელს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მიმართულებად სახელდება მათთვის, ვინც ბუნებასა და თავგადასავალს ეძებს, თუმცა ჯერ კიდევ გადატვირთული ტურისტული ნაკადების გარეშე. აი მეორე ადგილზე კი თბილისია, რაც საქართველოსთვის და ქართველებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღიარება. TripAdvisor-ის შეფასებით 2026 წელი შეიძლება იყოს ის ეტაპი, როდესაც თბილისი საბოლოოდ დაემკვიდრებს ადგილს გლობალურ ტურისტულ რუკაზე. ქალაქი გამოირჩევა ისტორიული არქიტექტურისა და თანამედროვე სივრცეების თანაარსებობით, ახალი სასტუმროებით, კულტურული ინსტიტუტებითა და აქტიური ხელოვნების სცენით. რუსთაველის გამზირი, თეატრები, მუზეუმები და თანამედროვე საგამოფენო სივრცეები თბილისს იმ ქალაქად აქცევს, რომელიც ავთენტურობასა და თანამედროვე ტურისტულ მოთხოვნებს ერთდროულად პასუხობს. ტოპ 3-ს ასრულებს ჩიკაგო, ქალაქი, რომელიც 2026 წელს განსაკუთრებული მოვლენებით იქნება დატვირთული. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ცენტრის გახსნაა, რომელიც მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ჰაბს წარმოადგენს და აერთიანებს გამოფენებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, კულტურულ ღონისძიებებსა და საზოგადოებრივ აქტივობებს, სპორტიდან მეცნიერებამდე. ამას ემატება Road 66-ის 100 წლის იუბილე და მსხვილი საერთაშორისო გამოფენები, რაც ჩიკაგოს დამატებით ტურისტულ ინტერესს ძენს. მაგალითად, მაისის ბოლოს პოკემონის გამოფენა Field მუზეუმში, რომელსაც უდაოდ ესტუმრებიან ფანები მთელი მსოფლიოდან. რაც შეეხება ტოპ 10-ის დანარჩენ 7 მიმართულებას. სიაში მოხვდა ვიეტნამის Queen Nhi, ნაკლებად გადატვირთული სანაპირო ქალაქი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ავთენტური კულტურით. ასევე მექსიკის Puerto Escondido, რომელიც ყურადღებას იქცევს მსოფლიოს დონის სერფინგის სანაპიროებითა და ახალი ავიამიმართულებებით. მილანის სიაში მოხვდა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობის გამო, ხოლო შოტლანდიის Glasgow კულტურული და კულინარიული განახლების ფონზე. რეიტინგში ასევე აბუ-დაბი, რომელიც ახალ კულტურულ ცენტრად ყალიბდება ახალი მსოფლიო დონის მუზეუმების გახსნით. ბრაზილიის რეფიცე, კარნავალისა და აფრო-ბრაზილიური კულტურის წყალობით და არგენტინის San-Carlos de Bariloche ბუნებისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულებაა. TripAdvisor-ის რეიტინგმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მოგზაურობის მსოფლიო ტენდენციები ახალ ეტაპზე გადადის. ტურისტები სულ უფრო მეტად ეძებენ ჯერ კიდევ ნაკლებად აღმოჩენილ ავთენტურ მიმართულებებს. სწორედ ამიტომ 2026 წელი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს იმ ქალაქებისა და ქვეყნებისთვის, რომლებიც ახლა იპყრობენ მოგზაურთა ყურადღებას და მზად არიან ახალი ტურისტული ნაკადების მისაღებად.